Დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. Აი უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო, აი როგორღაც მოვედით თქვენთან, მაპატიეთ ამ დაგვიანებისთვის და მოდი ახლა გავარკვიოთ. თუ კი თქვენ არ ხართ ახლა ურთიერთობაში, თუ კი არ ყავთ პარტნიორი, თუ კი არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავარკვიოთ ახლა როგორი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. მე დავიწყებ თქვენი დახასიათებით. თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. ძალიან ბევრი ტყუილები იყო თქვენ ცხოვრებაში და ეს წავიდა მეგობრებო. ეს წავიდა ადამიანი თქვენგან, რომელმაც შეგიყვანათ აი ესეთ მდგომარეობაში. მამაკაცი, რომელიც წარსულია უკვე თქვენი ცხოვრებიდან. კი, ჩემო ძვირფასებო, როგორ ენერგიებში ხართ? თქვენ უკვე ხართ, გამოდიხართ უკვე ამ რაღაც გაურკვეველი სიტუაციიდან, გამოდიხართ უკვე ამ ფარული ურთიერთობიდან, თქვენ გაიარეთ თუ გადიხართ უკვე ტრანსფორმაციას და აი ეს უკვე დასასრულს უახლოვდება ჩემო ძვირფასებო და თქვენ გეხართ გადაწყვეტილების წინაშე ან უკვე იდექით გადაწყვეტილების წინაშე და გადაწყვეტეთ რომ ეს ტრანსფორმაცია გამოიყენოთ იმისთვის რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ და აი სამართლიანობაც მეგობრებო. Ძალიანაც კარგი. Ანუ ჩააბაროთ წარსულში ძველი პარტნიორი და აი გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ახალი სიტუაციისკენ გაემგზავრეთ ჩემო ძვირფასებო. პირველი რაც შემიძლია გითხრათ არის ფინანსები, ეხლა ბრძოლობთ ფინანსებისთვის. ბრძოლობთ ოჯახის შენარჩუნებისთვის, ბრძოლობთ ოჯახისთვის, არ გძინავთ როიტყვიან ამის გამო, უფალს ევედრებით ამისთვის საშველს და შველას, რომ თქვენსას მაინც მიიღებთ, ეს იქნება კონფლიქტით თუ მოლაპარაკებით, რადგან თქვენ ხართ მაგები თქვენი ცხოვრების და ძალიან ძლიერი ადამიანები მიყურებთ ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, გააგრძელეთ ყურება. და ნახოთ ახლა, როგორი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. Აი ის ადამიანი როგორი იქნება, რომელიც შემოვა ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა ახლა მამაკაცი მიყურებს თუ ქალბატონი. ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მოქმედებს, აი ჩემო ძვირფასებო. იმპერატორი თქვენს ცხოვრებაში შემოდის იმპერატორი, პასუხისმგებლიანი, აი ძალიან ამაყი, ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მიღწევები, ადამიანი რომელიც შეიძლება იყოს მამა, ძმაც, მეგობარიც, ძალიან დიდი მამაკაცურის ზეგავლენით, ლიდერი და მმართველი. კარგით, როგორი ადამიანი შემოდის კიდევ თქვენ ცხოვრებაში. მოდი ესე დავაწყობ კარტებს თქვენ თვალსწინ და ესე ამოვიღებ. მზრუნველი ადამიანს, რომელსაც ექნება თავისი მიღწევები, ადამიანს, რომელსაც ექნება ფინანსები მყარად, ადამიანი, რომელიც არის ყოველთვის მოულოდნელობებით სავსე, ადამიანს, რომელსაც ექნება ორიანები რიცხვში, დაბადების წელში თვე და რიცხვში, შეიძლება ყავდეს ორი მანქანა, ორი სამსახური, ორი ტელეფონის ნომერი, შეიძლება წარსულში ყავდა ორი პარტნიორი და ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობ, მოკლედ ორიანებთან კავშირში. და ეს ადამიანი არასოდეს უკან არ იხევს. ადამიანი, რომელიც გამოვიდა განდეგილობის პოზიციიდან და ადამიანმა, რომელმაც გადალახა აი არასასურველი, არაჯანსაღი სიტუაცია. ადამიანი, რომელიც ეხლა ეძებს სიყვარულს, რა მაგარია და რომელიც ეხლა ბრძოლობს, რომ იმ რთული სიტუაციიდან გამოვიდეს, რაც ჰქონდა მას წარსულში. გადართულია ფინანსებზე, ადამიანი ცოტა იქნება ჯიუტიც, თუმცა ძალიან ისეთი მეგობრებო, აი იმედიანი და მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება თქვენ ცხოვრებაში, თქვენთვის იქნება ეს ბედნიერების მომტანი, თქვენ ძალიან კმაყოფილები იქნებით ამ ადამიანით, დასვენების დროზე დაისვენებთ როიტყვიან, აი ადამიანი, რომელიც არის მგზავრობაში, გადაადგილდება ხშირად და ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც იქნებით სტაბილურად თქვენ. კიდევ გამოგიყვანთ ამ ტყუილებიდან და გამოგიყვანთ იქედან და შეგიყვანთ ოჯახურ გარემოში ჩემო ძვირფასებო. შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან გათამაშდეს ასაკით პატარა. ადამიანმა, რომელმაც წარსულში დატოვა თასები, იმიტომ რომ იქ ჰქონდა ძალიან ბევრი გულის ტკივილი. სხვათა შორის შეიძლება ბევრი თქვენთაგანი იცნობდეთ უკვე ასეთ ადამიანს და აკვირდით მეგობრებო ტანში გამაჟრიალა თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ადამიანი, რომელიც ეხლა არის დანაკარგებში, ნაწილობრივ დანაკარგებში, თქვენ ამ ადამიანს იცნობთ.
და თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. აი მეგობრებო, თავში პირველი მისი კარტი და აი აგერ თქვენს. ერთნაირები. ადამიანებს, რომლებსაც წარსული ერთნაირი გაქვთ. ადამიანები, რომლებიც ხართ მესაკუთრეები. ეს ადამიანიც მესაკუთრე იქნება. ადამიანი, რომელიც ხშირად მოგზაურობს მეგობრებო. და ადამიანი, რომელიც იქნება მოსიყვარულე. ეს არის თქვენი ბედი. აი რა ვქნა, აი თქვენი ბედი. ბედით მონიჭებულია ეს ადამიანი თქვენთან. აი თქვენი წარსული ცხოვრების დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი. კიდევ ძალიან კარგი. აი თქვენ გძნობთ ძალას. მოკლედ გამოდიხართ ამ უბედური ცხოვრებიდან, წარსულის ჯოჯოხეთიდან, ეს არის ის, რაც თქვენ უფალს თხოვეთ, აი ძალიან თხოვეთ უფალს. აი თქვენ ეს ძალიან უფალს თხოვეთ და თქვენ ამას ელოდებით უკვე და თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. მეგობრებო, აი ადამიანი, რომელიც არის ფინანსებზე გადართული, ნახეთ რა კარტია მოვარდა, აი და ადამიანი, რომელიც არის თქვენი პარტნიორი და ადამიანით, რომელთანაც გექნებათ ნიშნობა, ქორწინება, სიყვარული, ნება და კი ბატონო, აი რა ვქნა მეგობრებო. მეგობრობიდან გადაზრდილი ურთიერთობაში თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. ამ ადამიანთან კონფლიქტიც გქონდათ შეიძლება, ან შეიძლება იმ კონფლიქტოთ აწიც და აი გამოხვალთ ამ რაღაც ამ ბევრი ესაიდუმლოებებით მოცულია ეს ადამიანი, რო იტყვიან წარსულში ეყოლებოდა პარტნიორიც, კი ბატონო, შეიძლება ეხლაც რაღაც განქორწინების პერიოდი გქონდეს, ბატონო, ესე კარტიც და ადამიანი, რომელიც არის თავისი ცხოვრების მაგი და манипуляტორი. აი რა ვქნა მეგობრებო. ადამიანი, რომელიც მოხჩახრილი შრომობს და ადამიანი, რომელმაც სამკუთხედებიდან გამოვიდა. აი, მეგობრებო, სამკუთხედებიდან გამოვიდა. ადამიანი, რომელიც ეხლა არის სულიერების გზაზე და თქვენს მომავალ პარტნიორს უნდა ძალიან ბევრი წარმატება და თქვენ ამ ადამიანთან გელოდებათ ძალიან დიდი წარმატება. თუმცა თქვენ ამასაც ეჭვის თვალით შეხედავთ. მეგობრებო, კიდევ ბევრი მინდა ვისაუბრო, თუმცა სამართლიანად, იმიტომ რომ თქვენ წარსული ცხოვრება აწონდაწონეთ და უკვე ადამიანებს აღარ ენდობით. თუმცა ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ყველაფერს გაანულებთ წარსულ ცხოვრებას და დაიწყებთ ახალს. თუმცა ეს თქვენთვის გაუგებარია, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს ელოდებით ჩემო ძვირფასებო. აი არ გჯერავთ თქვენ ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს მაინც ელოდებით. არ გჯერავთ მეგობრებო, აი ნახეთ როგორ არ გჯერავთ. თვარეში ხართ და ყვავებში ხართ, თუმცა აი კიდევ მეორე ლოდინის კარტი. აი თქვენი სიყვარულის კარტი, ეს ადამიანი მოვა მეგობრებო, რა ვქნა. აი თქვენი პარტნიორი, რომელიც თქვენთან იქნება ესე თასებით, ესე სერენადებით რო იტყვიან, ესე თქვენი პრინცი თუ პრინცესა, ვინც მიყურებთ. ელოდეთ ამ ადამიანიდან წერილებს, ეს იქნება უშუალოდ კონტაქტი ტელეფონით რო იტყვიან, SMS-ებით, მეგობრობით დაწყებული თუ განახლებული ურთიერთობა, სადაც იკონტაქტებთ უშუალოდ SMS-ებით და ეს არის თქვენი გამარჯვება. SMS-ებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი გითხარით, რომ არის მოგზაური, ჩემო მეგობრებო და უშუალოდ ხშირად შეიძლება ვერ ინახულოთ ერთმანეთი და სამყარო ეს არის სამყაროს გადაწყვეტილება, ამას თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით, რამდენიც არ უნდა უარი თქვათ, ეს მაინც გარდაუვალია, თუმცა თქვენ მაინც არ გჯერავთ ამ ყველაფრის და არ გინდათ რომ დაიჯეროთ, მაგრამ აჰა მეგობრებო, თქვენი მომავალი ცხოვრება, ეს ადამიანი მოვა და შემოგთავაზებთ დახმარებას, გვერდში დგომას, საჩუქრებს, დაიწყებს ახალს, თქვენ არ იცით ეს ადამიანი თქვენთვის რა არის, მაგრამ ეს ადამიანი დააბალანსებს თქვენ შინაგან სამყაროს და ანუ თქვენ უკვე იცნობთ ამ ადამიანს, უბრალოდ რაღაც პაუზები გაქვთ უშუალოდ ზოგჯერ და აი კი ბატონო, აი რა ვქნა მეგობრებო, ეს ადამიანი მოვა ბრძოლით, მოვა ასაკია თქვენ შორის სხვაობა ვიმეორებ, მოვა მუშაობით, მოვა ბრძოლით, მოვა იმედებით, მოვა პასუხისმგებლობით, შეიძლება იყოს ფორმიანი რაღაც ფორმასთან დაკავშირებული ადვოკატი, ბარმენი თუ მილიცია, პოლიცია თუ აი მსგავსი რაღაც ფორმიანი და ადამიანი, რომელიც მოდის გამარჯვებით და პრობლემების მოგვარებით ჩემო ძვირფასებო, სიახლეების დაწყებით, პრობლემებიდან გამოსვლით და ეს არის თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია და ბოლო კარტი იმის, რომ ეს ადამიანი, ამ ადამიანთან თქვენ ძალიან ბედნიერები იქნებით და ამ ადამიანთან ერთად გაივლით ტრანსფორმაციას და მიიღოთ გადაწყვეტილება, წაყვეთ ამ ადამიანს თავის გზაზე თუ არა. ბედნიერი დღე თქვენ და გელოდებით კომენტარებში აბადროებით.